ახლა კი ისევ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორმა რობერტო პეტიმ საჯარო ლექცია გამართა. პეტი თანამედროვე ექსპერიმენტული ნაწილაკური ფიზიკის მასშტაბური საერთაშორისო პროექტის ლიდერია. ამ პროექტის კოლაბორაციის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფიც აქტიურად არის ჩართული. ლექცია ეხება ახალ მასშტაბურ საერთაშორისო პროექტს, რომელიც ფერმილაბში განხორციელდება. ეს პროექტი ეხება ნეიტრინოებისა და ანტინეიტრინოების გამოყენებას ბუნების ფუნდამენტური თვისებების შესასწავლად. თუ როგორ მუშაობს ფუნდამენტური ურთიერთქმედებები და არსებითად როგორ აშენდა ჩვენი სამყარო. ამისთვის ჩვენ შევიმუშავეთ ახალი ტექნოლოგია, კვლავ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. კერძოდ, იგეგმება ახალი დეტექტორის შექმნა და მისი დამონტაჟება ფერმილაბში, რაც დაგვეხმარება ამ ექსპერიმენტებისთვის საზღვრების გაფართოებაში. ჩვენ დიდი ხანია თანამშრომლობთ ძვირას ექსპერიმენტთან ამ გლობალურ კოლაბორაციაში ვართ, როგორც ვართ CERN-ში, KEC-ში, იაპონიაში, გერმანიაში, ვილოში. დღეს ჩვენთან ჩამოგზავნდა ბატონი რობერტო მისით, რამე თუ ის აიგითხავს ლექციას, შეხვდება ახალგაზრდებს და გადაწყდება საკითხი ასევე სტროუმილების საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დამზადებისა ჩვენს ლაბორატორიაში.